მოგესალმებით ყველას, გთავაზობ დღის განმავლობაში მომხდა ყველა საინტერესო სიახლის პროგრამაში ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. ბაკურ ბურდულის ახალი ვიდეოკლიპის პრემიერა სიმღერაზე ფეთქავს, რომელიც შესული ალბომში თითქოს კინოთეატრ რუსთაველში მოეწყო. და მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოზე ბაკურთან ერთად მუშაობდა რეჟისორი გიორგი ლიფონავაც. ძალიან მაგარია ბაკურ გილოცავ, ძალიან მაგარია. გვერდზე მეჭდა და სუმთელი გზა ვეუბნებოდი, რომ ძალიან მაგარია, თქო და არ ვიცი რა ვთქვა მეტ. მაგარია. არაფერი გადამეტებული არ არის, უბრალოდ ლამაზად, კარგად მოწოდებული ის მუსიკაც, რომელსაც აკეთებს ბაკური, რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან პატივსცემ, როგორც მუსიკოს, როგორც რა თქმა უნდა ადამიანს, ჩემს მეგობარს, კოლეგას. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიხარია და ძალიან კარგი იქნებოდა აი ესეთი მუსიკა, აი ესეთი მიმართულება, რაღაც ყველას რო თავისი გააჩნდეს, როგორც ბაკურის გააჩნია. თავისი ვიდეო ვერსიებით რა. რაღაც სინქრონულად ფიქრობდით და აზროვნებდით და ალბათ ამან განაპირობა, რომ რაღაცა გამოვიდა, ის რაც საფიქრებული ქონდა, ის გავაკეთე. ნამდვილად არ მოველოდი ესეთ რეაქციას. ცოტათი კი მეგონა, რომ კარგი იყო, მაგრამ ხალხის თვალებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მე მგონი კიდე ცოტა უფრო უკეთესი გამოვიდა. საერთო კლიპით ვარ კმაყოფილი და იქ მე რაღაც ერთი წამი ვარ. არც ვიცოდი თუ ვიყავი კლიპში ნორმალურად. კი, ნორმალური კლიპია, კარგი. მარტს გაიმართება მუსიკალური ცერემონიალი მეგა, რომელიც გასული წლის საუკეთესო მომღერალ სიმღერას ვიდეოკლიპს და სხვა ნომინაციების გამარჯვებულებს გამოავლენს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალ ვარსკვლავების რედაქციაში ნომინაციების გადათვლა მიმდინარეობდა. წელს მეგას დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიალი იმართება 12 მარტს, განსხვავებით წინა 4-ისაგან მარტში იმართება. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება კვლავ ეს ცერემონიალი და ესე იგი 12-ში ხომ იმართება, როგორც წესი 4-5 დღით ადრე უკვე არის ის საბოლოო მონაცემი, რომლის მიხედვითაც უკვე შეიძლება რაღაც დასკვნების გამოტანა. ესე იგი ამ წუთში არის ის პროცესი, რომ რაიონებიდან შემოსული ანკეტების თვლა მიმდინარეობს. ანუ ახალი ვერსიები შედგება ამ ანკეტების და პროგრამულად უკვე დამუშავდება ეს ყველაფერი და უკვე ხელახალი წარდგინება მოხდება ჩვენი საინფორმაციო მხარდამჭერების დახმარებით, რა თქმა უნდა, ამ ნომინანტების, ვინც ხალხმა არჩია. და მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალებმა, რომლებიც საბოლოო დასკვნას გამოიტანენ, ვფიქრობ, რომ ჯერ ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ და მხოლოდ შემდეგ საკუთარი, ეს ჩემი პირადი მოსაზრება, ჯერ ხალხი და მეორე პროფესიონალების. არის სიახლეები ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ნომინირებულად არის ის სიახლეები, რომ ამოვარდა ძალიან ბევრი ნომინაცია, ფარდობითია, რა თქმა უნდა, ეს სიტყვა. ამოვარდა ძალიან ბევრი ნომინაცია, მაგალითად შემიძლია დავასახელო რამდენიმე, ეს წლის სექსუალური მამაკაცის და მომღერალის ნომინაცია ამოვარდა, ჩაცმულ დახურულის ნომინაცია ამოვარდა, ორიგინალურ ექსტრავაგანტულების ამოვარდა. ანუ ვცდილობთ მაქსიმალურად წავიყვანოთ ნომინაცია უკვე აბსოლუტურ მუსიკალურ ასპექტში ჩამოვაყალიბოთ ეს ყველაფერი. დუეტის დუეტზეა საუბარი 4 შენთან ინგა ვიზეა კონკრეტულად ვიზეა აი ერთ-ერთ რომელი პირამიდები 5 მე 7 მაქვს პირამიდები 7 პირამიდები მაქვს 9 მე 9
თქვენ იცით რომ შარშან ჩაემატა ახალი ნომინაცია წლის ცუდი სიმღერა. ახლა მიდის საუბარი და პროექტი იმაზე რომ თვითონ ანკეტირებაში ჩანს რომ ხალხი მოითხოვს წლის ცუდ სიმღერასთან ერთად დასახელდეს წლის ყველაზე ცუდი პროექტი მაგალითად წლის ყველაზე ცუდი კონცერტი. ანუ ხალხს გაუჩნდა მოთხოვნილება იმისა რომ მან კარგი რაღაც კრიტიკული თვალით შეხედა და მე ვთვლი რომ ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. თეონა შენთან რამდენია? 4. ჩემთან 5-ია კიდე ცალკე. так, ეხლა მითხარით ბუკა რამდენია შენთან იმაში? ბუკა არის ჩემთან 6. ბუკა. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სოლოლაკში ერთ-ერთი ქუჩა ბავშვებმა დროებით ეგრეთ წოდებულ გეტოს უბნად აქციეს. ანუ მოხატეს კედლები, გამოიტანეს აუდიო მაგნიტოფონები და ჰიპ-ჰოპ სტილშიც ზეკვავდნენ. ძველ უბანს დამახინჯება ან გადაკეთება ნამდვილად არ ემუქრება, რადგან აქ მხოლოდ ახალი ვიდეოკლიპის გადაღებები მიმდინარეობს, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში დასრულდება. რეჟისორები ბასა სამხარაძე და დაჩი დარჩია ძმებ თორნიკე და ირაკლი გულაშვილების ახალ ვიდეოზე მუშაობენ. მე და დაჩი და მე არ ვიცი როგორც გინდათ ერთად ვიღებთ, იმიტომ რომ სულ ერთად მუშაობთ, რაც კი გვიმუშაობთ. გარდა ჰიპ-ჰოპისა გამოყენებული იქნება სტეპიც, რომელზეც ქორეოგრაფი კახა ხოშტარი აზრუნავს. თავად სიმღერა ჯაზის მიმდინარეობისაა, რომელიც ირინა მაისურაძეს ეკუთვნის. ინგლისურენოვანი სიმღერის ტექსტის ავტორი კი გახლავთ ბიბი კვაჭაძე. Singing Brothers მომღერალი ძმები, მაგრამ უფრო მოცეკვავებით აღმოჩნდებიან და ცოტა უცნაურ ამპლუაში, იმიტომ რომ ისეთ იმას ცეკვავენ, რასაც დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ცეკვავს, უბრალოდ steps. იდეა არის კლიპის დღევანდელი თაობის მისწრაფება და გემოვნება, მუსიკალური გემოვნების და ჯაზის დაპირისპირება. უბრალოდ მოდი იქით გაიხედეთ, ისიც ასე ვთქვათ, კლიპის ერთ-ერთი დეკორატიული ნაწილია. სად ჯაზი და სად ის წარწერები და უბრალოდ ასე ვთქვათ, კვანძი თუ რა ვიცი, რაც გვინდა რომ მოხერხებული იყოს, სწორედ ამ ორი რეპის, ჰიპ-ჰოპის და ამ დროს ჯაზის და სტეპის შეერთებით გვინდა გავაკეთოთ, არ ვიცი, ვცდილობთ რომ გამოგვივიდეს. მომღერალ ძმებზე არის ეს. ჩვენ ძალიან მოგწონს და ამიტომაც გადავწყვიტეთ კლიპის გადაღება და ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს კლიპის გადაღება, ძალიან მოგწონს. შეარული ეს არის თვითონ ამბავი რა, ეს რომ კლიპს ვიღებთ და კარგია რა. სანამ კლიპზე დადგებოდა ლაპარაკი სიმღერა რო ჩაიწერა, მოვიდნენ მანამდე ემზადებოდნენ, სწავლობდნენ სტეპს, რომელიც ჩემთვის ძალიან გასახარებელი იყო, იმიტომ რომ ბევრს არ აინტერესებს რა, მაინც ეს უფრო მივიწყებული ჟანრის სახით არის მიცემული. მსოფლიოშიც ეგრე არის, ყველა ცდილობს რომ ეს ჟანრი ამენაერად ამოწმენ, ფესტივალებს ატარებენ რაღაცა და ბავშვების დაინტერესება რა ხან გაჩნდა ისეთი იმდენად არ იცნობდით მანამდე, არა იცით ამით რომ ამას თორნიკე ქვია და ირაკლი და თო მიხდი აი ეგეთი შეძახილებით და დავაი მიდი. ერთ-ერთი ურთულესი მიმდინარეობა, რომ ფაქტიურად სვინგის პერიოდია აღებული. ზოაც რომ იქნებ თქვენ შეძლოთ ეგრე და რაღაც, აი ეს რო ითამაშ. ბოულინგ ცენტრში გრძელდება პროექტი, რომლის მიხედვითაც მასმედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ ტურნირში. რადიოსა და ტელევიზიის წამყვანები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ეხლა ერთმანეთს პრესის ჟურნალისტები შეეჯიბრნენ. ძალიან კაი სპორტია და ძალიან კაი ტურნირია და ჯერჯერობით ნახოთ რომ დამთავრდება რომელ ადგილზე გავა. ჩვენ მორჩით უკვე და მე მგონი ფინალში ვარ. 700 ქულა დავაგროვეთ 2 გეიმის ჯამში და მე მგონი ისევ ჩვენ გუნდში ვხვდებით 12-მდე არის საბავშვო გაზეთი. მე ამ სპორტის სახეობაში უფრო რაღაცა გართობა უფრო დავიჭერე, ვიდრე რაღაც ალბათ გაერთიანებულა და ეს უფრო მიზიდა. სუფთა სპორტული რო იყოს, ცოტა ნაკლებ საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. იმიტომ რომ საერთოდ სპორტს ნაკლებად მივისწევ, მაგრამ ეს უფრო სხვა რაღაცა არის.
კონკრეტულად დღევანდელი დღე ეძღვნება პრესის წარმომადგენლებს, ეს არის პრესის, ანუ ბეჭდის სიტყვის სიტყვა ბოულინგში. ჩვენ დავარქვით მას პრესი ბოულინგურად. მომდევნო ეტაპი იქნება უკვე ჩემპიონთა ჩემპიონი, რომელშიც იასპარეზებენ რადიო ტელეტურნირებისა და დღევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები. ეს ალბათ მარტის შუა რიცხვებში იქნება. ამ პერიოდისთვის ბოულინგ ცენტრი უკვე 5 წლის ხდება და ჩვენ გვექნება დიდი საზეიმო ღონისძიება. მე მგონი ჩვენი მონაწილეები კიდევ ერთხელ გაიხალისებენ თავს. ბოულინგის მიზანი სწორედ ეს არის, რომ გაერთონ და გაახალისდნენ. თანამედროვე ბოულინგი სპორტია და მგონი დღევანდელი ასპარეზობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფაქტს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.